გადაიქცევა თუ არა ევროკავშირი თანასწორობაზე დაფუძნებული გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად. დისკუსია გერმანიის ინიციატივამ გააქტიურა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცედურა უნდა შეიცვალოს და კონსენსუსის პრინციპი გაუქმდეს. მთავარ მიზეზად ვეტოს უფლების გაუქმება სახელდება, რაც კონკრეტულ გადაწყვეტილებების მიღების დროს მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. თუმცა ინიციატივას წევრობის მსურველი ქვეყნების სუვერენიტეტის გაუქმების მცდელობად განიხილავს ოფიციალური თბილისი. პაპუაშვილი შესაძლო ცვლილებებს ვრცელი წერილით ეხმაურება და სვამს კითხვას, რა აზრი აქვს ევროკავშირის წევრობას თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტს ჩამოგართმევენ. პარლამენტის თავმჯდომარე ღიად აცხადებს, რომ კონსენსუსის პრინციპის გაუქმება წევრ სახელმწიფოებს დაცვის მექანიზმების გარეშე დატოვებს, რაც დაუშვებელია. კითხვის ნიშნებს აჩენს კიდევ ერთი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ბრიუსელი ახალი წევრების ხმის მიცემისა და ვეტოს უფლების გარეშე მიღებას განიხილავს. სალომე ქოქიაშვილი გიამბობთ. გერმანიის მხარეს ახლა კიდევ 11 ხმაა. ანუ იმ 11 წევრი სახელმწიფოს პოზიცია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ევროკავშირში ვეტოს უფლება საჭირო აღარ არის და წევრებმა მათთვის არასასურველი გადაწყვეტილებები ვეღარ უნდა დაბლოკონ. 27-დან იდეის ავტორი გერმანიის ჩათვლით 12-ის თანხმობა ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის საკმარისი არ არის. თუმცა თუ ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს დავუჯერებთ, ახლა აღარც ევროკავშირია ისეთი, როგორც თუნდაც 10 წლის წინ იყო და უკეთესი იქნება გადაწყვეტილებები ხმათა უბრალო უმრავლესობით. ისე მიიღოს სახელმწიფოთა ერთმა ნაწილმა, რომ სხვებმა ეს გადაწყვეტილება ვერ დაბლოკონ. ვეტოს უფლების გაუქმება ჯერ მხოლოდ მსჯელობის საგანია. თუმცა იდეის ავტორი გერმანია პროცესს ოპტიმიზმით უყურებს და ფიქრობს, რომ ამ მოდელით დროთა განმავლობაში სხვა წევრებსაც მოხიბლავს. თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად დიდი სახელმწიფოებისა თუ მყარი უმრავლესობების ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ. ისინი ვეღარ შეძლებენ საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების დაცვას მაშინ, როდესაც ეს ინტერესები უმრავლესობის პოლიტიკურ გეგმებს არ დაემთხვევა. თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, მაშინ ევროკავშირსაც ართმევენ მის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას. შესაბამისად ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური мотиваციაც. უფრო მეტიც, ასეთ პირობებში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოებისთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას სულ მცირე და მოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება. არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ ამ დისკუსიის ერთ-ერთი ირიბი მიზანი სწორედ გაფართოების შეჩერებაა. უკვე სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აღარავინ განიხილავს ახალი წევრების მიღებას იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არსებობს. დღეს სრული კონსენსუსის პრინციპის გაუქმება ევროკავშირს შიგნით ჯერჯერობით მხოლოდ დისკუსიის საგანია, თუმცა კავშირი დღითიდღე მეტად უახლოვდება გადაწყვეტილებას ახალ წევრებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც თუ ევროკავშირი გაფართოვდება, ახალი წევრები იმ მაგიდას, რომლის გარშემოც ამ დრომდე ყველა თანასწორი იყო, არათანაბარი პირობებით მიუსხდებიან. ანუ აიღებენ ყველა ვალდებულებას, მაგრამ ვეტოს უფლებით ვერ ისარგებლებენ. ჯერ კიდევ ივნისში ევროკომისარმა მარტა კოსმა ღიად თქვა, რომ ამ თემაზე ბრიუსელი აქტიურად მუშაობს და სავარაუდოდ გადაწყვეტილებასაც მალე მიიღებს. ის რაც დღეს ვიცით არის, რომ იქნება ევროკავშირში გაწევრიანების ახალი თაობის შეთანხმებები, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვექნება ახალი დამცავები. ამ დამცავებით გამოდის, რომ უფრო ძველები თავს ახალი, შესაძლო წევრებისა და მათი პოზიციების განიცავენ. თუმცა პოტენციურ ახალ წევრებს შორის ამ იდეას დიდი უმრავლესობა არ ემხრობა და არც იწონებს. მაგრამ რამდენიმე დღის წინ ახლა უკვე გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა სცადა იმის სახსნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ოფიციალურ ბრიუსელს შესაძლოა ევროკავშირისადმი იმედგაცრუების დაძლევაში დაეხმაროს იმ ქვეყნებში, რომლებიც 10 წლეულებია ღია კართან დგანან და ამ კარში ვერ შედიან. ბევრ დიდ სახელმწიფოს აქამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ ევროკავშირში უახლოეს მომავალში და სწრაფად ვერავინ გაწევრიანდება. ამიტომ გერმანელებს ამ დაუსრულებელი ლოდინით დაღლილ ქვეყნებში ნიჰილიზმთან ბრძოლის კიდევ ერთი დროებითი იდეა აქვთ, თანაც სრულიად უფასო. რატომ არ უნდა მიუცეთ ამ ქვეყნებს, რომლებიც ასოცირებული წევრის სტატუსს მიიღებენ, რა თქმა უნდა, ხმის მიცემის უფლების გარეშე, შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროპარლამენტის ხდომებში. ეს არც ერთი ცენტი არ დაგვიჯდება. ან მაგალითად, რატომ არ უნდა მიუცეთ მათ შესაძლებლობა დაესწრონ ევროპული საბჭოს ხდომებსა თუ შეხვედრებს. კვლავაც რა თქმა უნდა ხმის მიცემის უფლების გარეშე. ესეც არც ერთი ცენტი არ დაგვიჯდება. მაგრამ ეს იქნება მკაფიო გზავნილი, მკაფიო მესიჯი ჩინეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ. ეს ქვეყნები ჩვენ გვეკუთვნის. მაგრამ ქვეყნები, რომლებიც ჯერ მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნიან, ყოველ შემთხვევაში მათი უმრავლესობა დამსწრის ან შეზღუდული უფლებებით წევრობის იდეას არ ემხრობა. მაშინ როცა ახალი წევრების შეზღუდული უფლებებით მიღების იდეა პირველად გაჩნდა, ხისტი პოზიცია ჰქონდა უკრაინას, რომლის პრეზიდენტმაც
ღიად თქვა, რომ უკრაინა ნახევარწევრობას არ დათანხმდება, იმიტომ რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის ნახევრად კი არა სრულად იბრძვის. ამ იდეას დისკრიმინაციულად მიიჩნევენ საქართველოს ხელისუფლებაშიც. თუმცა ქართული ოპოზიციური სპექტრის ნაწილმა დღეს მხოლოდ იმის თქმა შეძლო, რომ უკრაინისადმი ამგვარი მიდგომა უსამართლოა. უსამართლოა თუ არა ასეთი მიდგომა საქართველოსთან დაკავშირებით, დასმული კითხვა ნაციონალურ მოძრაობაში მაგალითად უპასუხოდ დარჩა. არ არის სამართლიანი, როდესაც ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები და გარკვეული უფლებებით ვერ ისარგებლებენ, მით უმეტეს, როცა თქვა უკრაინაზეა საქმე, რომელმაც უამრავი მსხვერპლი გაიღო იმისთვის, რომ თუნდაც ყოფილიყო თავისუფალი დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა. საქართველოს ხელისუფლებას თუ ის პრეტენზია აქვს, რომ ევროკავშირის გამოთქმული აზრები და ახალი ინიციატივები არ მოსწონს, კეთილი იქნებონ და საკუთარი აზრი დააფიქსირონ. საინტერესო ისაა, რომ ხელისუფლებაში ამ პოზიციას აფიქსირებენ და თან საკმაოდ მკაცრადაც. იმ დღიდან, რაც ბრიუსელში გაფართოების ახალი რეგულაციების იდეა გაჩნდა. მართველი გუნდი ღიად ამბობს, რომ პრინციპი, რომლის მიხედვითაც ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორი ვიდრე სხვები, თავად ევროკავშირის იდეას ეწინააღმდეგება. როდესაც შენ გაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არავითარი უფლებები, ეს ნიშნავს, რომ შენი სახელმწიფოებრიობა უბრალოდ ნულდება. და დავუსვათ კითხვა, რომ ასეთი ევროკავშირი შეიქმნა და ასეთ საფუძვლებზე და ასეთ პრინციპებზე არის ეს ორგანიზაცია შექმნილი თუ პირიქით თანასწორუფლებიანობაზე, იმიტომ რომ პატარა ქვეყნებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ დიდ ქვეყნებს, დიდი ეკონომიკის, დიდი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყნებთან თანაბარ უფლებიანად შეიძლებოდათ საუბარი. ფაქტია, რომ ევროკავშირი ალბათ არც გეგმავდა და ყოველ შემთხვევაში ახლა ყველანაირად უსამართლო პირობებით გეგმავს ახალი წევრების მიღებას. ალბათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ხსნის იმას, თუ რატომ მოსდეს საქართველოს შარი და რატო გაუჩერეს მოლაპარაკებების პროცესი. საბოლოოდ, როგორ გადაწყვეტილებამდე მივა ოფიციალური ბრიუსელი დრო აჩვენებს. თუმცა, ზაფხულის არდედეგებამდე, ბოლო სამიტის შედეგების მიხედვით, უფლება შეზღუდული წევრობის პერსპექტივა, იდეის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობის მიხედვით, საკმაოდ რეალური ჩანდა. თუმცა, გაფართოების წესისწრილება კავშირმა ჯერ კიდევ სრული კონსენსუსით უნდა მიიღოს, რაც უკლებლივ ყველა მომხრეს, ანუ 27 თანხმობას ნიშნავს.